გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ, ესე იგი, ერთი საკითხი მინდა საზოგადოებასთან ერთად განვიხილო, მაგრამ ერთს მეორე მოყვება ისეთი, რომელსაც ნამდვილად ვერ აუვლი გვერდს და საერთოდ ჯამში ეს არის უთავმოყვარეო საზოგადოება, რომელი უთავმოყვარეო საზოგადოებაც ნამდვილად ყველაფრის ღირსი არის და საერთოდ ყველაფერი იწყება ყველა ადამიანი იმდენად ფასობსო, რამდენადაც თავსი ფასებსო და საერთოდ როდესაც საზოგადოება არის უთავმოყვარეო, საზოგადოებას რომელსაც არ გააჩნია თავმოყვარეობა, ღირსება, რომელიც ყველაფერს ეგუება იმის გამო, რომ ომი არ იყოს, არეულობა არ იყოს, ფული არ მოაკლდეს და ასე შემდეგ, უარეს და უარეს აკადრებენ, იმიტომ რომ თავის დროზე ესეთი კარგი გამოთქმა იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ბრიტანეთი არ ჩაერთო ომში და მიცა საშუალება გერმანიას ჩეხეთის, ავსტრიის ავშიშტის მერე ჩეხეთის ლიკვიდაცია გაეკეთებია, ბრიტანელებსო ეშინოდათო ომისო, მაგრამ აირჩიეს სირცხვილი, ახლა სირცხვილსაც მიიღებენ და ომსაც მიიღებენ. საერთოდ ადამიანი, რომელიც სირცხვილს ირჩევს, სირცხვილს და სულში ჩაფურთხებას ირჩევს, ის სულში ჩაფურთხებასთან ერთად მე სხვა ბევრ რაღაცასაც მიიღებს და ასე არის ქართული საზოგადოება. ასე არის ქართული საზოგადოება. პირველ რიგში მინდა დავიწყო მაინც აი ამ ვიღაც ჯასტინა ჩამოუთრევიათ ქოცებს საქართველოში. და ჯასტინას კონცერტზე, რა ვიცი, ეს გამოსწირებული ხალხი, რა ვიცი, ერთი მეორის მიყოლებით თავქვიდმოგლეჯილი გარბოდნენ და ერთი ტაშფანდური ყოფილა რა, და დროშების ფრიალი და მთელი ამბები და მე ამათმა საყვარელმა ჯასტინას ქართული დროშა გადაუგდეს რა თურმე, ხო და აი ჯასტინამ ადგა და აი ამ ქართულ დროშას ორჯერ გადაუარა ფეხით, გადააგდო სცენიდან და არ ვიცი მე ალბათ კიდე დაუგდო ვინმე თავმოყვარეო მიქ და მე ვიდეო კადრებში კარგად არის იქ საერთოდ ფეხი შეიწმინდა ქართულ დროშაზე და ფეხშეწმენდილმა გააგრძელა კონცერტი და ამას ხალხი უყურებდა ყოველგვარი პროტესტის გარეშე, ყოველგვარი თავმოყვარეობის შელახვის გარეშე და გააგრძელეს ცხოვრება რა. არის ახლა ეს კადრები მუსირებს ინტერნეტში, ნებისმიერ შეგიძლიათ ნახოთ, ახალს რაღაცა სასწაულს არ მომოფეს, ჯერ კიდე გუშინდელი ფაქტი არის და ბიჭო, მომისმენთ ახლა ერთ წუთი აი ეს ქოც გამპრავებლები, რომლებიც პირველი ჩადექით რიგში, ჯერ საერთოდ ჯამში ერთი რაღაცა მინდა კითხო, იმას რა ქვია, ყველაზე ასე რომ ვთქვათ, დიდ ქოც გამპრავებელს და იმას ვინც ამ ყველაფერს ამართლებს, როგორ ამართლებენ ეს კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ ბიჭო, მოდი ელემენტარული კითხვა დავსვათ. რა ეტაშფანდურება ქვეყანას და რა გვეტაშფანდურება ერს, რომელსაც ამდენი მშიერი ყავს, ამდენი გაჭირვებული ყავს, ამდენი ქვეყნიდან გაქცეული ავანტყოფი ყავს და საქართველოში სადაც არ გაიხედავს სოციალური ქსელით დაწყებული ქუჩაში მათხოვრობა არის უმაღლეს დონეზე აყვანილი. და ამ ხალხის დაკმაყოფილება, ამ ხალხის მკურნალობა, ამ ხალხის მოვლა ელემენტარულად შეუძლებელია ვიღაცა ჯასტინა სირს 13 მილიონს აძლევენ. 13 მილიონს აძლევენ. ეს მარტო ჯასტინა სირს, რა ვიცი, როგორც მე ვიცი. და ეს ჯასტინა სირი მარტო არ არის, ახლა იქ კიდე სხვებიც იღებენ ამ ყველაფერს და ამ შიმშილის და გაჭირვების და სიღატაკის ეპოქაში, როდესაც გადახვეწილია ერის დიდი ნაწილი ქვეყნიდან, ეს ვიღაცა გამოსირებული მივიდა ჯასტინას იმაზე იმღერა იცეკვა, ტრაკი აქნია და ბედნიერი წამოვიდა სახლში. და ეს ჯასტინა ჩამოვიდა, იტაშფანდურა, ტრაკი აქნია, რაღაცა იყროყინა და თავზე გაასხა მთელ ქართულ საზოგადოებას. და ეს გამპრავებლები არიან გამომხტარი და ვაიმე არაფერი არ იცოდა, ვერ დაინახა, ხო, ორჯერ ვერ დაინახა. წინ ჯერ რა ქვეყანაში ჩამოვიდა, ეტყობა არ იცის. რა დროშა აქვს ამ ქვეყანას, ის არ იცის. ცხვირწინ დროშას უფრიალებენ, ფეხებთან დროშა უგდია და
რა გადმოუგდეს ელემენტარული დახედოს მაინც ესეც არ აინტერესებს. პირდაპირ გადაუარა ამ დროშას, შეიწმინა ამ დროშაზე ფეხები და გააგზელა კონცერტი და ეს ხალხი მიდის ტაშბანდურ. არადა, ეს ის გამოსცირებული საზოგადოება, რომელი გამოსცირებული საზოგადოებაც დარბის ქუჩაში და ეუბნება ხალხს იმას, რომ აი ამ დროშაზე ანწუხელიძემ ფეხი არ დააბიჯა და აი ანწუხელიძე როგორ არ გახსოვთ. ეს დედამოწყნული ხალხი ტაშბანდურობს იქ და ელემენტარული პროტესტის განცდა არ გააჩნიათ, რომ ასე მოიქცა. რა ვინც დაინახა იქ ხო აი კადრებში დგას იქ ვინც გადაუგდო და უამრავი გამოსცირებული ხალხი არის იქ დაცვის თანამშრომლებით დაწყებული გაგრძელებული ყველათი. დროშა ყველას ეხება. დროშა თელიერი შეურაცხყოფა და მათ შორის შემოკარგებო ხო საქართველოში კანონი მოქმედებს დროშის შეურაცხყოფის გამო. მაგრამ ეთყობა ჯასტინაზე და ასეთებზე ესეთი რამე არ გავრცელდება. ეს გავრცელდება ვიღაცა ბიჭმა ევროკავშირის დროშა რო ჩამოხსნა და 5 წლიან სროგზე რო უშვებდნენ. იმათზე გაგრძელდება. და ეს ავადყოფი და დასცირებული ხალხი სადღაც ეს რუსული გადაცემა რო არის 60 წუთი სკაბაევას რომ იყავს გადაცემა ეკრანი როა ქვემოთ და იქ ეკრანზე გამოჩნდა ქართული დროშა და აი ქართულ დროშაზე ფეხით დგანან. თუმცა მე მეორე წუთში ეს რუსული დროშაც გამოჩნდა და თუმცა რუსულ დროშაზეც ფეხით იდგნენ, ან ქვედა ეკრანი იყო. და ამაზე ქონდა დიდი პატრიოტული აღდგინება. აგერ ჩამოვიდა ვიღაც ამერიკელი. ამ ხელაფული აიღო, თავზე დააჯვა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ხო და აი ამ ხალხმა იმას ქნა რა ქვია გაატარა უპრობლემოდ. თვითონ სადა ხარ წასული, წადი შენი დედა შევეცი ერთი რა, ვინც ახარ რა, მომციელდი. სადა ვარ და დედა შენი სათხრნავათა ვარ წამოსული რა. მონახარ და უნდა გაგძრეს მონობაში სული არ გამიტრაკა, სადა ხარ წასული, სადაც მინდა იგავარ. ჩემ მეგობართან შენ სახში ხო არა ვარ, კაც. არ გამიტრაკ ეს საქმე. რატო უნდა ჩამოვიდე შენაირ მონებს, რატო უნდა გავცე პასუხი? მონას, რომელსაც თავზე დააჯვამენ და იქე დაუწყებს გაправებას ჯასტინას არ დაუნახიაო. გამომივიდნენ აქ ეს დაყლებული ხალხი, ჭკუის მასწავლებელი. ხო, ასეთი მონა ხალხი არის ამის ისა, რა ქვია, ამის ღირსი. ამის ღირსი. ჯერ გადახედეთ იმ კულტურის სამინისტროს დაფინანსებას. გინდა წინა წლებში გადახედეთ. 70 მილიონიანი დაფინანსებები, 50 მილიონიანი დაფინანსებები რაში? ტაშბანდურში, ტრაკის ქნევაში. და ვიღაცა სახელმწიფოს ხარჯზე, ხალხის, გაძვალტყავებული ხალხის ხარჯზე ჩამოათრევს ვიღაცას, მანამდე ყავდათ ვიღაცა ის ერთი სირი ყავდათ ჩამოყვანილი, კიდე რობი უილიამსი თუ ვიღაცა მოუბრუნდა და ტრაკი აჩვენა პირდაპირ. ტრაკი აჩვენა პირდაპირ ქართულ საზოგადოებას. ისე მეტის ღირსიც აპირდაპირ ვარ მოგისაქმათ მიკვირს, სხვათა შორის ღირსი ხართ რა. ღირსი ხართ. იმიტომ პროტესტი ამაზეც მაშინ არ გამოხატა არავინ. ხო, და მეტის ღირსი ხართ საერთოდ რა. ეხლა ეს რო გაეკეთებია ვინმე რუსს. ხო, აკოთებული იქნებოდა სადა ქვეყანა. აი ვინმეს სხვას. აი რომელიც პოლიტიკურად არ მოდის თვალში. აქ ვიღაცა ამერიკელი თავზე აჯვამს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. და დავიდა რა მოხდა კაცო? აი ასეთი ნახევრად ფეხმძიმე, აი ასეთი ნახევრად ეროვნული ადამიანები, ნახევრად პატრიოტები. ელემენტარულში ბიჭო, აი გული რაზე მწყდება, იცი? მართლა რომ აი ის მამა ჩემის თაობა, ბიძა ჩემის თაობა, თუნდაც ჩემი თაობა, რომელიც ამ ომებში, ამ უბედურებებში ჩაწყდა და ეს ბოზიშვილები რო დარჩნენ და დადიან და პატრიოტიზმის ლექციას რო წაგიკითხავენ, აი სულ კანონს და 1000 უბედურებას რო დაგიწყებენ აქეთ. აი ესაა ამოსული ყელში. ყელშია ამოსული რა, არა ეს ქვეყანა საარსებო, არა ეს ქვეყანა თავისუფლების ღირსი. არ არის, იმიტომ ეს ქვეყანა ყველას უნდა შეპესეთ. შეპესეთ უნდა ყველას. ვინცა ხელისუფლებაში, ვინცა ოპოზიციაში და აქაც ვინც ახლა ესეთი დასირებულები იმას რომ მოგწერენ, შენ სადა ხარ? დედა შენი სათყნავათა ვარ, სადა ვარ და არა მომიყვანე ეს ყელში, სადა ხარ? სადა ვარ თუ არა მაკრო ვიყავი გვერდში მედეკი. ქვეყანაში სადაც დიდგორობის აღნიშვნის გამო ქართველ კაცს დაგიჭერენ. და სადაც დავით გარეჯიჩემიაო, რო იტყვი ამის გულისთვის 8 წლიან მუხს აგიძრავენ. შენაირ დედამოწყნული ხალხი გამოვლიან ახლა და ჩამოდი და ჭკუას ნუ გვასწავლე. რატო უნდა ჩამოვიდე? სული გაგძრობია, აი მონახარ და იმიტომ. შენაირ მონები ოხრათ არიან.
წადი 51 მოხაზი და იქნები ბედნიერი შენ დედა შევეცი შენსაც. ხო და აი ელემენტარულად აი ესეთი ქვეყანა მე განადგურებისთვისაც აი ნამდვილად არ მენანება და არ მეწოდება. არ მეწოდება. არა ეს როცა ამხელა მასა ამ ყველაფერს ხედავს და ვინმეს გაუჩნდა სურვილი? ვინმე უთხრა ასე რატო მოიქეც ის შენ დედა შევეციო, გამოსულიყო, ბოდიში მოეხადა, არ დამინახია, ვერ გავიგე, მეგონა რაღაცა გადმომიგდეს. ორი სიტყვა მოეგდო ქართული საზოგადოებისთვის. ჩამოვიდა ფული იშოვა, მაგის დედა შევეცი იგულაო ადგა და წავიდა. შეურაცხყოფა მიაყენა ერს. თელ ერს. ამას ბიჭო, ამას ვინმე 80-იანი წლების ბოლოს, 90-იან წლებში თუნდაც ვინმე იფიქრებდა, რაც დრო გადის. თითოეული წელი რაც ემატება ამ ქვეყანას, მით უფრო უკუღმა მიდის ქვეყნის პატრიოტიზმი, ქვეყნის აქ პატრიოტიზმზეც არაა ლაპარაკი. პატრიოტიზმი კიდე სულ სხვა რაღაცა არის, ეროვნულობა სულ სხვა რაღაცა არის. სულ სხვა რაღაცაა შენ ეროვნული სახელმწიფო გინდოდეს. ბიჭო, აქ ლიბერალი ხარ, ეროვნული ხარ, კონსერვატორი ხარ თუ ვინა ხარ, დროშა ყველასია. მოგწონს, არ მოგწონს, მიუღებელია, მისაღებია. ოფიციალურად შენი ქვეყნის დროშა თქოა გამოცხადებული. შენი შეურაცხყოფაცაა ის. არა, არავის პროტესტი არა აქვს. და რაღაც რასა პროტესტოა ეგ? ეგ რომ მომხდარიყო 90-იანებში, 80-იანებში, იქიდან ის ცოცხალი ვერ გავიდოდა. ამერიკელი კი არა, თუ გინდა ზემოდან ჩამოსული ყოფილიყო, იმიტომ თავმოყარი საზოგადოება იყო. თავმოყარი საზოგადოება იყო, რომელსაც არ ქონდა გარჩევა. რუსთან რო აქვს ამათ რო კითხო თავმოყარეობა ისე მაგათ დედა შევეცი კიდე შემძროლები არიან იმ კრემლის ფულზე ზიანს სვამენ და ჭამენ აიღეთ რომელი ერთი გინდა მაკაროვი აიღეთ გინდა ის რა ქვია ჯომარდობის ის რო იყო ალფა ბანკში იღებდა პირდაპირ რუსულ დაფინანსებას გინდა ეს ხოშტარია აიღეთ გინდა რომელი აიღეთ ყველა რუსებიდან ზღებიან და სვამენ და ჭამენ ბიზნესია ჩვეულებრივად ასეთი ყიდიან ამ ყველაფერს ახლა ეს გამოეთრიოს ახლა კულტურის მინისტრი ვინ ჯანდაბაა საერთოდ გამოდი შენი დედა შევეცი და შენ მოუხადე ხალხს ბოდიში. გამოდი. ჩემი ხო გიკვირთ. იგინება, აბა როგორ უნდა გავცი ამ ყველაფერს პასუხი ერთმა რიგითმა ქართველმა. ჩემთვის მაგ ქვეყანას არაფერი არ გაუკეთებია. როგორც სახელმწიფოს. სახელმწიფო ყველაფერი წამართვა და ყველაფერში გაამწარა ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები, ჩემი ქვეყანა, ჩემი ახლობლები, სულ ყველა. ეგ ქვეყანა არის თქვენთვის. თქვენთვისაა ეს ქვეყანა. ერთეულებისთვის და ეს ვინც კოცისტანი არის და ვინც ნაცისტანი არის თქვენთვისაა თუ არა ჩვენთვის არა ეგ ქვეყანა არ არსებობს ეგ ქვეყანა განადგურებულია არა ჩემი ქვეყნის მაგ ჩემი რიგითი მოქალაქის არაფერი არა მაგ არც წყალია ჩემი არც მიწაა და არაფერი არა საერთოდ არაფერი არა ჩვენ უნდა ვიყოთ ასე თქვენი კვების ელემენტები რომ გასვათ გაჭამოთ და თქვენ იყოთ იმაში ხელისუფლებაში ომი არ მოხდეს რომ ამ ისევ ეს გაღლეტილი ხალხის ფულს აიღებთ კიდე ესეთ ბოზიშვილებს ჩამოიყვანთ ატაშფანდურებთ ტრაქსაკნებიებთ და დააჯმევიებთ ქართულ საზოგადოებას და რა მაგარი კონცერტი ჩაატარა გამოდით ახლა ეს მთელი თქვენი საკოცეთი თქვენი დედა შევეცი გამოდით ახლა მოიხადეთ ბოდიში არა არანაირი ხმა გამოდით მთელი თქვენი სანაცეთი გამოდით ერთი და თქვით რომ ადამიანის რუსებიდან კი არა ნებისმიერმა ჩემ დროშა შეურაცხყოფა რომ მიეყენოს ყველადან შეურაცხყოფილი ვარ არა არ დაუნახია ვერ ხედავდა ვერ გაიგო აბა რა თქვენი პირიდან სხვა რაფერი ამოვა თქვენი დედა შევეცი მე ზანიცით თქვენ იმა რა დაინახა და რა არ დაინახა ნუ ეს ერთი საკითხი რომელიც პირდაპირ ესა რა ქვია პირდაპირ ეხება იმას რა ქვია თითოეული ქართველის თავმოყარეობას სინდის ნამუს ღირსებას და ყველაფერს ეს აი მიშას დროს ჩამოყავდათ კი ჩამოყავდათ ხალხის ხარჯზე და გულაობდნენ ნაცები თქვენ ქოცები ორმაგად რო აკეთებთ მაგ ყველაფერს სამ ყველაფერს მაგას თქვენი დედა შევეცი მაგ კულტურის მინისტრები გიორგაძიდან მოყოლებული თქვენი დამთავრებული თქვენ რო ხართ მაგ ჩამომყვანი ფირმები და ერთი ჯიბიდან იღებთ მეორე ჯიბეში იდებთ და რამდენ ფულს შოულობთ დაღატაკებული ხალხის ხარჯზე თქვენ ნაგოებო თქვენ ეს კიდე ცალკე საკითხია ომი ხო არა მიშა ხო არ მოვიდა ტრაქში ცოცხს ხო არ გიკეთებს არავის არ უხდი ბოდიშს აი ძალიან შეურაცხყოფილი ვარ რა ძალიან შეურაცხყოფილი ვარ ამას საზოგადოების პროტესტი არა მე მაგ იმიტომ მაგ დროშის ქვეშ დაიღუპნენ ჩემი მეგობრები მაგ დროშისთვის დაიღუპან მთელი ჩემი წინაპრები და მთელი ეს და მთელი ის ბიძები იქნებოდა მეგობრები იქნებოდა თუ ვინ იქნებოდა
მაგ დროშის თავისუფლებისთვის იჯდა მამაცემი ციხეში, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყანა ყოფილიყო და დროშა ქონოდა თავისი ჰიმნი და გერბი. და არა იმისთვის, რომ მე გამოსულიყვას და ვიღაცა დედამოტყუს თქვენ ჩამოყოლინს დაიჯვა იქ. და ფეხით ეთელა. ეთყობა პუტინმა აგიღოთ აბაროტი. პუტინმა გამოაგზავნა ეთყობა და იქ დროშაზე დაფსმა ხო ქართულ საზოგადოებაში მისაღებია, მაგრამ აქ ტრათვისაც აღიქვამთ თქვენ ქვეყანაში დააფსით იმას, რა ქვია, დროშას. და ესა რა ქვია, ამ შემთხვევაში თქვენ ქვეყანაში დაგიფსეს დროშაზე. და გადაგიარეს თავზე და ხმა ვერ ამოიღეთ ვერავინ. აი ეს ასიმართლე. ძალიან დიდი განსხვავება ამ რაღაცაში. ვიღაცას ახლა რუსეთში რო გაეთელა ფერქვეშ და ეს სხვა ამბავი იქნებოდა. შენივე ქვეყანაში გაგიკეთეს ეს. მაგრამ ხმა არავის არ ამოგიღიათ. სადგეცალათ. და ეხლა მეორე საკითხი რა. მეორე საკითხი, რომელიც არ შეიძლება, იცი, აი, თუ ადამიანი ხარ, ამას უყურებ ახლა ამ ყველაფერს, თუ ადამიანი ხარ, არ შეიძლება რომ გულთან არ მიიტანო. მე ვიცი, ჩემი ხალხი როგორ ცხოვრობს, ჩემ ქვეყანაშიც როგორ ცხოვრობს და ჩემი ქვეყნის გარეთ როგორ ცხოვრობს. ჩემი ერი, მე კარგად ვიცი. და ისიც კარგად ვიცი, რომ ჩემ ქვეყანაში აი ამათი ისინი რა ქვია, რეიტინგები და აი ამათი სტატისტიკები ხოცებმა დაახვიეთ და გაიკეთეთ ტრაქში და გაუკეთეთ ერთმანეთს პირდაპირ. რა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თქვენი დედა შევეცი ოლეოლა კი არა, დედა უნდა გიტყნათ, ხალხმა და თავში უნდა გირტყათ კეტი 24 საათი. ამის ღირსები ხარ თქვენ. და გუშინ აგერ 100-მდე ქართული ოჯახი, ქართული თუ არა ქართულიც რა აქვს მნიშვნელობა საქართველოს შვილები რა. უბრალოდ საქართველოა რა და ჩვენ ქვეყანაში ხდება ეს. მიადგა პოლიცია, სადღაც შეჭრილები ყოფილან, ვინ იქნებოდა ახლა ვის უხარია სადღაც ვარკეთილში მე მგონი, არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა იყოს უსახკარო ადამიანები, დევნილები, გაჭირვებულები, გაღატაკებული ხალხი, აბა მათხოვრობა ვის უხარია და იმაში ყოფნა ვის უხარია. ხო? მიადგენ ეს კოცების პოლიცია, ამწარებული კაცი ტანზე იხევს იმას რომ 4 შვილი მყავს და თქვენი დედა და ვინც თქვენ დაგავალათ იმის დედა და იმის მკვდარი და იმის ცოცხალი და ასე და შემდეგ იჭერენ ქალსაც, იჭერენ კაცსაც, იჭერენ ბავშვებს და ეს ოჯახები, ეს ხალხი გამოყრილი, ეს თო ბავშვები გაყრილი იმაზე რა ქვია დივანზე და იმაზე გამოყრილი და გული არ უნდა გქონდეს ადამიანს. მტრისას არ გაუკეთებს, ბიჭო. მტრის ოჯახს არ გაუკეთებს ამას. სეპარატისტების ოჯახს არ გაუკეთებ ამას. იმიტომ რომ ისიც ხალია და ისიც ბავშვია. გამოყრილი, დაყრილი გარეთ უპატრონოთ და რა თქმა უნდა ახლა ამ პოლიტიკოსებზე არ მაქვს ლაპარაკი, რომლებიც აქეთ ახლა ეს ვინც მაგაზე პოლიტიკას აგებს, მაგა დედა შევეცი ამათ სულ ფეხებზე არ გიდიათ ეს ხალხი, მე ვამბობ ხელისუფლებაზე, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და იქ ქალაქის თავი, რომელიც გუშინ წინ ამტკიცებდა, რომ თურმე ის რო ჩამოინგრა იქ და ხალხი რო დაიღუპა იმაზე ვაგზალზე, ეს მერის პრეროგატივა რა, იმიტომ რომ ხალხმა უარი თქვა და ხوار შეაწუხებდნენ, ხალხს ძალით ხوار გაარემონტებდნენ ამ ყველაფერს. აგერ სინდის ნამუსმა დაგიშალათ ქალი, კაცი, დიდი, ბავშვი, პატარა და თანო სიცოცხლისთვისო საშიშეო და თან სხვისი კუთვნილიაო და გამოყარა და ეს მე ვაფშე არ მეხებაო რა. ეს ჩემი საქმე არაო, საერთოდ კერძო საკუთრებაო და კერძო საკუთრებიდანო გამოყარესო, აი საკუთარი მე ბიჭო გაგიკვირდებათ რომ ის ბავშვები არ გაიზრდებიან, არც პატრიოტები გაიზრდებიან, არც სამშობლო ეყვარებათ, ერთ სულზე იქნებიან საქართველოსთან როდის გაიქცნენ რომ თავი გადაირჩინონ. და მე მოხვალ და დააბრალებთ ისევ მის ოჯახებს, მის პატრონებს და ეს საინტერესო კიდე რა არის, იცი, როგორც გახდა ცნობილი ეს ყველაფერი, ეს უბედურება რაც გახდა ცნობილი, საინტერესო ის არის, რომ ეს ტერიტორია საიდანაც გამოყარეს, ასე ძაღლის ლეკვებს რო არ მოექცევიან რა, აი გველის წიწილებს არ მოექცევიან, ასე ვისი საკუთრება ყოფილა, იცით, ვის უყიდია? აგერა ივანიშვილის ძმაკაც.
ივანიშვილის ძმაკაც ჩვენი გაჭირვებული პენსიონერების, გაჭირვებული ხალხის, ბაბუების, მამების, კომუნისტების დროს შეტანილი ანაბრები რაც იყო შეტანილი, ვინც შეჭამა ვანო ჩხარტიშვილი ამის დედა შევეცი ამისას ამ გაბერილი ფაშისტის მაინც რა თქინდათ ბიჭო ამდენი ფული თქვენი დედა შევეცი მართლა შპალიერად ხო არ ხმარობ თქვენი დედა მოვტყან მე შპალიერად ხო არ ხმარობ თქვენ ბოზრიშვილებო თქვენ ძაღლის გაგდებულებო აი ამ ღორის თესლს უყიდია თურმე და რა თქმა უნდა ახლა ჩხარტიშვილმა ამ ვეშაპმა იყიდა ამ ფაშისტმა იყიდა იქ ტერიტორია და იქ როგორ შეიძლება ახლა ქალი ბავშვი დიდი პატარა იქ ცხოვრობდეს და რა თქმა უნდა ის უნდა გამოიყაროს და რომ გამოიყრება და აი გამორჩეული ვიღაცა ახლა ასეთ სიტუაციაში ახლა 100 ოჯახიდან ვიღაცა 3-4-5 იქნება თაღლითი ხო აი ყველგან ხდება ეს მართ საქართველოში ყარ ხდება ასე და ვიღაცა ამოჩემებული ეს რა ქვია პროვოკატორებია აი ამათო 4 სახლი აქვს 5 მანქანა აქვს ეს აქვს ის აქვს და ატეხილი მთელ საქოცეთში ერთი ამბავი ეს გამპრავებლური ამბავი რომ აი როგორც იმ ჯასტინამ ვერ დაინახა თურმე ამათმა რომ ჯასტინაზე უკეთესად იციან უკვე რომ ვერ დაინახა ის დროშა რო აგდია იქ ამათმაც ხო უკეთესად იციან თურმე მაგარი ბიზნესი აქვს მოწყობილი დედაქალაქში უნდა ცხოვრება ჯერ ვის უნდა ბიჭო იმ თქვენ დედაქალაქში ცხოვრება რას დაამგვანეთ თბილისი საერთოდ რას გავს რკინაბეტონის ჩარჩოში რა კულტურაც კულტურით ცხოვრობს ქალაქი ინტელექტით ცხოვრობს თუ რითი ცხოვრობს ქართველი აღარ ისმის ქართული აღარ ისმის რკინაბეტონში ჩასმული ტრანსნაციონალური რაღაცა ჯოჯოხეთი ყოველგვარი არქიტექტურიდან დაცლილი გავსებული ჩინელით, ინდუსით, პაკისტანელით, ირანელით, არაბით, თურქით, რა ვიცი, თუ სადმე თესლის დამყოფია, ყველა თბილისში არის ჩამოყრილი. ვის რა ჯანდაბად უნდა, ბიჭო? ვის რა ჯანდა ნორმალურ ადამიანს, მაგრამ ერთი ესაა, რომ ფული მაგ ქვეყანაში გაჭირვებული კაცისთვის შეიძლება მაგ ტრიალებდეს. მე არ ვამბობ იმას, რომ ვიღაცამ სოფელი და სახლი კარი მიატოვა თბილისში უნდა გადმოჯდეს ცხოვრება. არა, მასე მიაცით იმ ხალხს იმ სოფელში ცხოვრების საშუალება და არ გადმოჯდება არავინ, მაგრამ იქ ტრიალებს ახლა ფული და ზოგი სამუშაოს ნახულობს, ზოგი ჯერ რა შუაშია ის ბიჭო, ერთმანეთი ვერ აგიტანიათ, ბიჭო, ერთმანეთი. ეს ტოლვილები ვინა შენი არ არის, ქართველი არ არის, შენი არა. შენი არა ბიჭო აი ომი და უბედურებები რო ქონდა ადრე გაეროდა ის ხო არ აძლევდა ხალხს საჭმელს რო იხიზნებოდნენ და გამორბოდნენ ჯერ ტოლვილიც არა ყიზანია ქართული სახელი და პანსიონატებში და სადმე კი არ ცხოვრობენ ოჯახები ინახავდნენ და მის ლუკმას იღებდნენ პირში და აჭმევდნენ თქვენი დედა შევეცი რა ვერ შეიყვარეთ ბიჭო ერთმანეთი ასე რამ შეგაზიზღათ ერთმანეთი ბიჭო და დაიწყეს რომ იქ იმას 2 ბინა აქვს, იმას 3 ბინა აქვს, ეს აქვს, ის აქვს, მიიღეთ ნორმალური კანონი და დაანაწილეთ ამდენი ხანი, მაგრამ არა. იქ ხალხზე რო გადატეხოთ, ჯოხი, ხალხზე, უბრალო ხალხზე რო გადატეხოთ და ეს გაჭირვებული ხალხი გამოიყვანოთ თაღლითები, ჩათლახები და თქვენი თავი გამოიყვანოთ, თქვენი სისტემა გამოიყვანოთ, მაგარი ერთი მითხარით, რომელი სისტემის დროს არისმებოდა იგივე. გეკითხათ ერთი ნაცების დროს რო ყიდნენ კისრისტეხით, იმიდან რა ქვია, ივერიიდან და სხვადასხვა სასტუმროებიდან და მე იმათ რო ყიდიდნენ, რას ამბობდნენ ნაცები? ჩვენ იმათ ბინები მივეცითო, კაცო. სახლი მივეცით, კარი მივეცით, არ უნდაო, ცხოვრებაო. ქალმა თავი რო დაიწვა სუბელიანის თუ ხო, ყობა სუბელიანის იმის წინ ჩვენო იმასო კაცო აძლევდითო საქმესო და გაჭირვებული იყო ბიჭო იმიტომ დაიწვა თავი აუ ბენზინისო საყიდელიო ფულიო ხო ნახავ იმ კახპამ იმან თამარა გაბიანმა იმან ის თქვა ხო აი ესეთი კატეგორია იყო რა მაშინაც და ესეთი კატეგორია ხარ თქვენც იმიტომ რომ აი ამ ვეშაპმა აი ეს ვეშაპი გაძღეს ეს დედარძე მოტყნული ეს რომელმაც ქვეყანა შეჭამა, გადაჭამა, დღეს კარგად გულაობს. იმ ფაშისტის ძმაკაცია, მეორე ის ჭორვილელი ოჩოპინდრერუა, მაიმუნი. იმის ძმაკაცია და ყველაზე სამარცხვინო კიდე რა არის? ახლა მე თუ ტყვილს ვამბობთ, ხო, მაგრამ მაშინ გვამესროლეთ. აი ეს ბოზიშვილი, აი ეს ძაღლიშვილი, ქართველი ერისმი, ჭამელი, გამანადგურებელი, გამათახსირებელი პატრიარქმა დააჯილდოვა. აგე რა არც ისე დიდი ხანია, მე მგონი ერთი 4-5 თვის უკან პატრიარქმა დააჯილდოვა, მე მგონი წმინდა გიორგის ორდენით ისე როგორცაა დაჯილდოებული ახალაია. და პატრიარქის დაჯილდოვებულია. ან
ერისადა ხართ, ან ბერისადა ხართ. მე იტყვის რომ აბა რა უნდა ვთქვა? რა უნდა ვთქვა? როდესაც ხალხი ესე გადაგვარებული და გარყვნილია, რომ სულ ფეხებზე კიდია ყველაფერი. სამღვდელოება კიდე ახლა კი არა, მარტო ასე გარყვნილი გათახსირებული, ახლა რო არიან. გადახედეთ ერთი საქართველოს ისტორიას, გადახედეთ ჯანშარდენის ჩანაწერებს. როდესაც მოგზაურობდა საქართველოში, როგორ აღწერდა რა უბედურება ხდებოდა, როგორ ყიდიდნენ ერთი მეორეს და როგორ სამღვდელოება როგორ იყო ჩარეული. და სოლომონ პირველმა, როდესაც აკრძალვა, ტყვეთა გაყიდვა და ომი გამოაცხადა, ბიძები აუჯანყდა, დედა აუჯანყდა, შვილი აუჯანყდა. და იმან რა ქვია, მაშინდელმა ეპისკოპოსმა კიდე წყევლაზე იმაზე გადაცა, რა ქვია. ხატზე გადაცა და დაწყევლა სოლომონ პირველს კიდე დაწყევლა უნდა და გაუბედურებულ ადამიანს ლუკმა გამოგვიგდეო პირიდან. მაშინაც ასე გათახსირებული იყვნენ. ხვიჩა და გოჩაში ის მღვდელი პატიოსნადაა გამოყვანილი. ბოლომდე არ გაწირეს მაინც. ბოლომდე არ გაწირეს. რა თქმა უნდა, ჩემო კარგო, ამათი დევიზი არის საქართველოს ქართველების გარეშე და ვინცა საქართველოში ქართველის მეტი არავინ დაჩაგრულა არასდროს. აი ეგა ამიტომ ვინც გამოვა, იცი ახლა მე ემოციაზე არ ვლაპარაკობ, ამას ვიძახი ყოველთვის. საქართველოს დაუძინებელი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი და ქოცობა. იმისას დროს თემაინც იცოდა ხალხმა, რომ ეს დედამოტყნული იყო მტერი, იყო ეს სისტემა, იყო და ახლა გადახედეთ ხალხო, ვაფშე თავმოყარეობის ნატამალი არ დარჩა ხალხში. ჯერ სხვი სიჭირი ღობეს ჭირიო, ხო ამაზე ლაპარაკი არა. ოღონ ფული აიღონ თავზე და საქმოს იმ ამერიკელმა. 13 მილიონი გადაუხადეთ იმაში, რომ თავზე დაესაქმებია თქვენთვის, ხო? და მთელი ერი, კაი თქვენ გასაქმოთ, თქვენ ყველაფრის ღირსი ხართ. 13 მილიონი გადაუხადეთ. ფული ხო აიღეთ, კაცო, ტურისტები ხო ჩამოიყვან, ფეხებზე არ ყიდიათ, კაცო. აი, ამას რატო ვამბობ, იცით? აი ეგ ეს კოც გამპრავებლები, რომლებზეც აი ხა საუბარი მაქვს. აი ამათი პირი რო არ იტყვის, ისე როგორც აი დედამოტყნული ქეთაგაბიანის პირი რო არ იტყოდა, რომ ისე ბენზინი ხო იშოვაო თავის დასაწვავათო, კაცო, რა ის გაჭირვებული იყო ამ ეს. აი ეს ძუკნა, აი ეს კახპა, აი ეს ჭღარკავა, აი ამის ტრაკით და ხორცით კახპობაზე არ ვლაპარაკობ. პოლიტიკური კახპა, გარყვნილი, ამორალური ადამიანი, ნახეთ რა წერს. ამათ მარო არ გააправონ ისეთი არაფერი არა. რა კარგი ბიზნესი მოუნახიათ, ჩამოვლიან, ჩამოიყვანენ, დასახლდებიან და ყალაძე გადამიხადე ფული. ამის დედა შევეცი ამისას. იმას ტრაბახობდა, რა ქვია, მაშინ 2700 ლარიანიო იგეო, მე მაცვიაო და ეხლაო იქ რო ხდებოდა უბედურება იმაში. რაჭაში პრემიერ-მინისტრის ცოლს თუ ეცვებაო, ეს ვის რა გიკვირთ. თქვენი გადაგვარებული დედას შევეცი რა. ოლეოლა კი არა, გახურებული ლომი უნდა გაგთხაროთ ხალხმა ტრაქში და თავში უნდა გირყათ. თქვენი უთავმოყარეო დედა შევეცი რა. და ვინც ახლა აი ელემენტარულად რა, ამათ რამეში გამართლებს? არ ვიცი ზმო. მე არ ვიცი. რაზე ჩამოიყვანეს რიტა, ჩემო კარგო, და იმაზე ჩამოიყვანეს, რომ ფული გაათეთრონ ბიუჯეტიდან. თავისი ფირმები არიან, თავისი შეთანხმება აქვს, თავის ფულს იდებენ ჯიბეში. შენი, ჩემი, ჩვენი გადახდილი კაპიკებიდან გულაობენ, კარგად, სვამენ, ჭამენ, მილიონებს შოულობენ, თვითონ არიან კარგად. ამისთვის ჩამოიყვანეს, რომ ფული იშოვონ იმ ჯასტინასთან ერთად. აი ამისთვის ჩამოიყვანეს და ხალხი გაჭირვებული არა. ამათი თვალით დანახული საქართველოში გაჭირვებული არ დადის ამათი დედა შევეცი. ისევე როგორც ის დედამოტყნული ის რო არის, ხო, ქუთაისის მაჟორიტარი რო იყო, მავიწყდება სულ მაგისისა. ჩვენო, კაცო, ექიმი მაინც არ იყოს და მისი კლინიკა მაინც არ კონდეს იმაში. რა გვარია ბიჭო. ნუ ეს მელოტა რო არის რა სირი. ჩვენო, საფრანგეთშიო, ერთი ავატყოფი არ აკვავს, კაცო, ჩაბარებული და უპატრონოთო, ისო რა ქვიაო. ჩემო ნანიკო, ერთი კვირაო ვიყავიო და თუ ერთი თვე ვიყავიო საქართველოსშიო და გამოვიქეციო, წამოვედი. სამშობლო მარტო თადამდინარე ხო არა და ზღვა ხო არა. ადამიანები ხო, ხალხი ხო. რა გულით ახლა ყველა მეუბნება, ვინც ახლა ჩადის და ჩამოდის,
არ გაიხედო იქეთ, არ გაიხედო ახლა ჩემი პრობლემების თავიდანვე ისედაც ხალხი ისე გადაგვარდა, გაფუჭდა და ისე გაიმასქდა და ისე გაფუჭდა სიტუაცია მტრისას და ავისას იქ რაც ხდება ყველა ერთი და იგივეს ამბობს რა ქართულ სულზე რა აზროვნებაზე რა იმაზეა საუბარი გადაგვარდა მასიურად ტოტალურად ხალხი მასე ეგერე ქართველები წესიერი თუ იყოს ადამიანი და ფერეიდანი ერთადერთი ისა მხარი არის ირანში, სადაც ყლელობა არ მომხდარა, ქართველს ქართველი არ მოუკლია. არა, ამის პრეცედენტი არ არსებობს. ქართული სული ცოცხლობდეს და მანდამაიც იმ მიწაზე თუ არ ცოცხლობენ, სხვაგან უფრო ინარჩუნებენ. აღარა ის საქართველო. ხო, ლომინაძე ჩათლახი, არაკაცი. აი, ამათი გამპრავებელი დედას შევეცი რა. ეხა ბევრს ალბათ გულზე ხდება და წკინს რატო გვაგინებ? ვინც ამათ მხარს უჭერს? ვინც გამოვადა ამათ ჯასტინას ტრაკის თამაშს და ვინც იმ ბავშვების და იმ ხალხის გამოყრას გაამართლებს და ამ ჩხარტიშვილის ვეშაპების და ამგენისთვის ქონების გადაცემას თქვენი დედას შევეცი, თქვენი ფაშისტი დედა მოუტყან მე თქვენზე რა უნდა ვთქვა? თქვენ ყველაფერს ამართლებთ. აგე რა ნამოხვანი რო იყო გაყიდული იმაზე უკრავდით ტაჟ ლარათ რო ქონდა გაყიდული გახარიას ეგ გახარიამ რო გაიმასქნა ჩორჩანა რო გადასა გახარიას და ერი კაცისა დაგვყავსო იძახოდით თქვენ არ იყავით თქვენი დედა შევეცი რო იძახოდით ლექსებს უძღვნიდით და სიმღერებს უძღვნიდით ახლა რო გამოვიდა ცუდი იმიტომ ასე იყო საჭირო პარტიას ასე ჭირდება თქვენი პარტია და თქვენი დედა მოუთხანს უყველასი რა აი ამის თქმა მინდოდა რა და დავიცალე აი ესეთი დედამოტყნულებითაა გავსებული კოცობა და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ რა ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ასეთ გაბრწყინებულ საქართველოში და მამაო დალოცვა არ დაგავიწყდეთ ახლა მამაოებს აბა თქვენიცით ახლა არ დაგავიწყდეთ ჩხარტიშვილი დიდი ჯილდოთი გაქვს საპატრიარქოს დაჯილდოებული და ახლა კიდევ იმ უბედურებისთვის რაც ერთს გაუკეთა და ახლა კიდევ ამ 100,000 ისა რა ქვია ამ 100 ადამიანის გამოყრის გულისთვის რამე ახალი საჩუქარი მოიგონეთ და ჩამოკიდეთ აბა კარგად ბრძანდებოდით